მოგესალმებით ჩემო მეგობრებო. დიდი მადლობა რომ ხართ ჩემს გვერდზე მაგიური სამყარო. დიდი მადლობა რომ მოგწონთ ჩემი რიტუალები. ძალიან ბევრი მწერს რომ მოქმედებს და გაოგნებულია ამით. დიდი მადლობა თქვენ. უკავშირისათვის ძალიან გთხოვთ გამოიწეროთ ჩემი გვერდი, ეს იქნება სამადლობელი იმისათვის, რასაც მე თქვენთვის პირადში თქვენთვის ვაკეთებ. ჩაწერებისათვის შეგიძლიათ მომართოთ ტელეფონზე, WhatsApp-ის მეშვეობით, მხოლოდ სხვა რიტუალებზე და ჩაეწეროთ. დღეს მინდა გესაუბროთ როგორც ფულზე, ცოტა ხნით, დიდი ხნით თავს არ შეგაწყენთ, როგორ გამოვიმუშაოთ, როგორ ვიშოვოთ ძალიან ბევრი ფული, ეს კითხვა მოდის ალბათ ყველა ადამიანის ტვინში არის ეს კითხვა, როგორ ვიშოვოთ ბევრი ფული. ჩემთან როდესაც მოდიან ბარაქის რიტუალის გასაკეთებლად, ყველას უნდა ბევრი ფული, უამრავი, თქვათ, მილიონები და ასე შემდეგ. თქვენ ალბათ გავიწყდებათ, რომ ფული თან კონტაქტს ჭირდება ძალიან სერიოზული ურთიერთობა და მიდგომა. აი მაგალითად არის ხომ, ბევრი ოჯახი ვერ ეწყობა ერთმანეთს და შორდებიან. არ იციან ერთმანეთთან ურთიერთობა, არ იციან ერთმანეთთან მიდგომა. ეს ქალი რაც არ უნდა 1000-ჯერ გათხოვდეს, მაინც ენგრევა ოჯახი, იმიტომ რომ არ იცის მიდგომა, არ იცის ოჯახთან მიმართებაში როგორ მიუდგეს, როგორ დაამყაროს ურთიერთობა მამაკაცთან, რა თქმა უნდა, ეს არ გულისხმობა სექსუალური კავშირი. ასევეა ფულთანაც. ფულთან კონტაქტს სჭირდება ჭკუა, მოფერება და ეს ცალკე მეცნიერებაა, მე ვფიქრობ. როდესაც ჩემთან ადამიანები მოდიან ბარაქაზე, ბარაქის რიტუალზე, მე მათ რიტუალის გარდა ასევე ვასწავლი როგორი ურთიერთობ ფულთან, რათა სულ გქონდეთ მუდმივი შემოსავალი და ეს არ იყოს ერთჯერადი რიტუალი. ამისთვის, რა თქმა უნდა ჩაეწეროთ პირადში და რიტუალთან ერთად მე თქვენ აუცილებლად გასწავლით. ამიტომაც არის, რომ ყველა ადამიანს არ შეუძლია ფულთან ურთიერთობა, ყველა ადამიანი ამიტომაც არის, რომ ბევრი უმეტესობა არ არის მილიონერი და ვისაც სურვილი აქვს ფულთან ურთიერთობს, მას შეუძლია რომ გამოიმუშაოს მეტი და მეტი ფული. არ დაიჯეროთ არასოდეს, რომ ფული მიდის უჭკუო ხალხთან. ფული, როდესაც მივა უჭკუო ხალხთან, ის 5 წუთში აღარ ექნება ადამიანს. ფული, როდესაც მიდის ჭკვიან ხალხთან, ამ ადამიანს შეუძლია ფული, თქვა, დაატრიალოს და სხვადასხვა მილიონებად აქციოს. იძახიან ხოლმე, რომ აი ფული დაატრიალა, ბევრი ქსელები გაახსნა, ბევრი რამე გააკეთა. არა, მან უბრალოდ იცის, როგორი ურთიერთობს ფულთან. თქვენ რა გონიათ ესეთი ადამიანები არ გადიან სხვა ადამიანებთან, თქვათ, კონსულტაციებს, როგორ აბრუნონ ფული, ისინი არ კითხულობენ წიგნებს, როგორი ურთიერთობ ფულთან, ისინი არ ატარებენ რიტუალებს, როგორ გეკადრებათ. ძალიან ბევრი ადამიანი, რომელიც მე მომართავს, წარმატებული ბიზნესი აქვს მას შემდეგ, რაც ჩემგან წავა, მაგრამ ეს არ ხდება მხოლოდ იმიტომ, რომ მარტო ჩემთან მოდის. ის ადამიანი ვითარდება, კითხულობს, რჩევებს ითვალისწინებს სხვადასხვა, თქვათ, ადამიანის, ხო, კომპეტენტური ვინც არის ამ საკითხში. ამიტომ გეტყვით, რომ ფულს ჭირდება, როდესაც გინდათ, რომ ძალიან ბევრი ფული გქონდეთ, ამისთვის თქვენ დიდრად უნდა იგრძნოთ თავი. ფული ვერ იტანს მოწუწუნე ადამიანებს, ფული ვერ იტანს, ფულს უყვარს, როგორ თქვა, ქართულად. უნდა გასცეთ ბევრი და უნდა მიიღოთ. ფული უნდა ტრიალებდეს, ანუ ფულის ენერგია უნდა ტრიალებდეს. ფული ვერ იტანს ჟმოტ ადამიანებს. მაგალითად, თქვენ თუ სულ აგროვებთ, არ გინახიათ, მაგალითად ადამიანი აგროვებს ფულს და ეს ფული ერთ დღესაც იქნება ან მოპარავენ, ან გაქურდავენ სახლს, ან რაღაცაში ოპერაციაში დაეხარჯება. იმიტომ რომ ადამიანი ვერ იმეტებდა თავისი გარეგნობისათვის, ვერ იმეტებდა, თქვათ, კბილები გაეკეთებინა, რაღაცა გაეკეთებინა და თქვათ, ადამიანი ხარჯავდა, აგროვებდა. არავითარ შემთხვევაში ფულს არ უყვარს, ეს ფულს უყვარს გადინება.
ფული როგორც უნდა იმას კი არ ვიცახი ახლა რომ თქვენი შემოსავალი ადგეთ გაყიდეთ და ხალხს დაურიგოთ არა, მაგრამ უნდა გიყვარდეთ ადამიანებისათვის საჩუქრის გაკეთება, ადამიანებზე თქვათ რაღაც პატივისცემა, ასე ვთქვათ, რომ თქვენი ფული გავიდეს და 10 მაგად დაგიბრუნდეთ. მოკლედ, როდესაც ჩემთან მოდის ადამიანი და ბარაქის რიტუალს ვაკეთებთ, ჩვენ აუცილებლად მე მითითებებს ვაძლევ ყოველთვის როგორი ურთიერთონ ფულთან, რა გააკეთონ სახლში, რომ მუდმივად ფული გქონდეთ, როგორი ხასიათით იყვნენ, როგორი აი მაგალითად არიან ჩემთან მოსულან კლიენტები, რომ აი 10-15 წელია ვშრომობ და ბარაქა არა მაქვს, არ მიმართრებს, არ ესეა, იმიტომ რომ თქვენ სხვადასხვა ნაბიჯებს არ აკეთებთ სწორად. არ გაქვთ შესაბამისი ფიქრი, ბევრი წუწუნი არ უყვარს ფულს და მოკლედ რჩევები $1 million როგორც იტყვიან, როგორ იშოვოთ ბევრი ფული, როგორ გქონდეთ სულ შემოსავალი, როგორ იყოს თქვენი ცხოვრება ისე რომ ფული აი ზოგი არის მაგალითად ფული შემოდის, ბევრი ფული აქვს ადამიანს, დიდი ფული შედის, მაგრამ ისე გადის, რომ ადამიანს ხელში არაფერი არ რჩება. აი ამ ყველაფერში მე აუცილებლად დაგეხმარებით, როგორ გაიმრავლოთ თქვენი ფული, როგორ გქონდეთ მუდმივად იმისი რესურსი, რომ ფული ატრიალოთ, რა თქმა უნდა, ენერგეტიკულადაც მაღალ დონეზე უნდა იყოთ, რომ ფული ვერ იტანს დაბალი ენერგეტიკის ადამიანებს, მე ყოველთვის ადამიანებს ვეუბნები. ან გაიწმინდი, ან რაღაცა გააკეთე, იმიტომ რომ თავგზავნეული ადამიანი ფულს გზას ვერ მოვიჩვენს, გამორიცხულია. ყველაფერი მაინც მიდის ენერგეტიკასთან. ანუ დაბალი ენერგეტიკის ადამიანი ვერც სიყვარულს ვერ იპოვის, რომელიც თქვათ ან ჯადო აქვს გაკეთებული, ან ქალურობა აღარ აქვს, დაბალი ვიბრაციები აქვს, აი ძალიან ბევრი ადამიანი მესმის ახლა რომ აი წასულია, მუშაობს, ემიგრაციაშია, ასე შემდეგ და თავისი საკუთარი თავი ავიწყდება. თქვათ და გამოდის რომ ამ ადამიანს აღარ ცილამაზი აღარ აქვს, ფულსაც ვეღარ შოულობს, არის დაბნეული, ასე შემდეგ. და წარმოვიდგინეთ ახლა დაბნეულ ლიმონივით გამოწვეულ ადამიანთან, რომელი სიყვარული, რომელი ფული და რომელი ბარაქა მივა. ასე რომ მაინც მივდივართ ხოლმე ენერგიამდე. თქვენთან რო ენერგია მოვიდეს, ყოველთვის ამას ვიძახი, გინდათ სიყვარულის რიტუალებზე და ისედაც თქვენც უნდა იყოთ მაღალ ვიბრაციაზე. დაღლილი, დაუძლურებული, თქვათ, მოწუწუნი ადამიანი ფულს არ უყვარს. ასე რომ მიიღეთ, რა ვიცი, ჩემი რჩევები თუ რაიმეში დაგეხმარებათ. იცოდეთ რომ თავზე არავის არაფერი არ ეცემა, მილიარდები არავის არ ეცემა, როდესაც ჩემთან მოდიან ადამიანები, 9 დღიან, 16 დღიან რიტუალებს ვაკეთებთ. ჩვენ ასევე ვაძლევ მათ რჩევებს, როგორ გამოიმუშავონ კიდევ, ანუ რა გააკეთონ იმისათვის, რომ სულ მუდმივად გქონდეთ სახლში ფული და ასე შემდეგ. ეს თუ დაგაინტერესებთ, გთხოვთ, რომ მოვმართოთ პირადში. და როგორც ყველა ადამიანი ჩემგან წასული არ ყოფილა ეგეთი შემთხვევა, რომ ჩემს ცდას უშედეგოდ ჩაელოს. 100-დან სულ ვიძახი ხოლმე, ჩემი როგორც კლიენტები იძახიან, 100-დან 1000% მეც ახლა დამჩემდა ეს სიტყვები, 1000% არის შედეგი, ასე რომ ისწავლეთ ფულთან კონტაქტი, არ იწუწუნოთ, თქვათ, უნდა იმოქმედოთ როგორც მდიდარი ადამიანი, ღარიბი ადამიანის ფსიქიკა უნდა მოიშოროთ თავიდან და რა თქმა უნდა მიმართოთ სხვადასხვა ეშმაკურ ხერხებს, როგორც არის რიტუალები, რჩევები და ასე შემდეგ, იმიტომ რომ იცით თქვენ რომ ესე უბრალოდ თავზე არასოდეს არაფერი არ დაგეცემათ. იქ თქვენი გონება, იქ განათლება, იქ შრომა, იქ რიტუალი, იქ ყველაფერი და ერთად ყველაფერი სასწაულს შედეგს გამოიღებს. ისე რომ უცებ ფერიან ჯოხი ააფრინოს და თქვენ მილიონი დაგეცეთ, ეგ ხო იცით რომ მაგის შანსი ძალიან ნაკლებია. ასე რომ
თუ გინდათ კარგი ცხოვრება, კარგ ცხოვრებას სჭირდება თანხის გაღება რიტუალების მიხედვით, განვითარება და პოზიტიური ფიქრები. ბედნიერად.